მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს გვაქვს აუდიტის ჯგუფის ხდომა. ვინც პირველად ზანდება, მოკლედ შევახსენებ, რომ ჩვენ ვიხილავთ აუდიტის მიერ გადმოცემულ ყველა ანგარიშს. ამჯერად გვაქვს ორი ანგარიში განსახილველი. გადაცემა მიდის სტრიმით პირდაპირ ეთერში. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ზოგადად სამინისტროს ან უწყების განხილვა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ის რეკომენდაციები, რომელიც გასცა აუდიტის სამსახურმა, თუ ეთანხმებით და როდის და როგორ აპირებთ ამის შესრულებას. ეს არის მოკლედ რისი თქმა მინდოდა. თავის მოსაზრებას მიგნებებთან დაკავშირებით ბრძანებს აუდიტის სამსახური. შემდეგ თქვენ გექნებათ საშუალება, რომ გაცეთ პასუხი, რას ფიქრობთ და დეპუტატებს როცა სურვილი ექნებათ შეკითხვას დასვავენ. ეს მინდოდა მოკლედ. ეხლა გადავიდეთ საკითხზე. პირველი გვაქვს მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში. მოიცავს 18-22 წლებს, გაიცა 8 რეკომენდაცია. მეორე საკითხია საქართველოს ეროვნული ბანკის 22-23 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. მოიცავს 22-23 წლებს და გაცემული 1 რეკომენდაცია. რომ გაგვიადვილდეს მუშაობა, მოგახსენებთ ვინ ესწრება ხდომას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ქალბატონი სოფიო დვალიშვილი, გენერალური აუდიტორის მოადგილე. ბატონი გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ქალბატონი მარიამ ზაალიშვილი, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. ბატონი ვახტანგ პერტაია, მთავარი აუდიტორი და ქალბატონი ლიკა გეგეჭკორი, უფროსი აუდიტორი. საქართველოს სპორტის სამინისტროდან აქვე უნდა ვთქვა, რომ როგორც წესი მოადგილე ესწრება ხოლმე, მაგრამ ოპერაცია გაიკეთა პარასკევს ჩვენმა მეძმარიაშვილმა კოლეგამ და მთხოვა, რომ ვერ მოახერხებდა, თუმცა წარმომადგენლობა საკმარისია იმის, რომ ეს საკითხი განვიხილოთ. ბატონი ვიქტორ სანიკიძე, კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი. ბატონი დავით საყვარელიძე, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი. ბატონი ლაშა გამოყრელიძე, კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი. ბატონი გელა ბერძენიშვილი, კალათბურთის ფედერაციის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი. ბატონი გიორგი კალანდაძე, აი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი და ბატონი გიორგი ბოლოთაშვილი, სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტის უფროსი. ეროვნული ბანკიდან ბატონი ბექა დოჭვირი, ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი. ბატონი ანდრია მანელაშვილი, ეროვნული ბანკის ფინანსებისა და ბუღალტრიული აღრიცხვის დეპარტამენტის უფროსი და ბატონი კონსტანტინე ბარაბაძე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი. თუ შეკითხვები არ არის, გადავიდეთ საქმეზე, საკითხების განხილვაზე. ქალბატონო სოფიო, თქვენიდან მოგესალმებით. დავიწყებთ მაღალი მიღწევების სპორტის ხელშეწყობის საკითხებით და პრეზენტაციას წარმოგიდგენთ მარიამ ზაალიშვილის, სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. მადლობა. გთხოვთ ქალბატონო. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების ხელშეწყობის ეფექტიანობის აუდიტს. აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ საქართველოს სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფეხბურთის განვითარების ფონდი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია. აუდიტის პერიოდმა მოიცვა 2018-22 წლები, თუმცა მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებული იყო როგორც აუდიტის წინა, ასევე შემდგომი პერიოდების ინფორმაცია. საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან ძირითადი მხარდამჭერი მექანიზმები ძირითადად 4 მიმართულებით ფიქსირდებოდა და ჩვენი კვლევა დავაფუძნეთ ამ 4 მიმართულებას. ეს იყო სპორტული ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა, ფინანსური მხარდაჭერა, სპორტული განათლების და განვითარების სისტემა და ბავშვებში ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემა. გავეცით 8 რეკომენდაცია. მიგნებებს და რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ 2 ნაწილად. პირველ ეტაპზე დავფარავთ ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას და ფინანსური მხარდაჭერის საკითხებს. ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისთვის და განხორციელებისთვის მოგეხსენებათ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს ერთიანი სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით, სადაც მოხდება გენერირება სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ფარგლებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ, მათ შორის გეოგრაფიული დაფარვის მაჩვენებლის, მდგომარეობის, ობიექტების რაოდენობის გათვალისწინებით და პირველი მიგნება წარმოადგენს სწორედ იმას, რომ არ იყო ამ პერიოდისთვის სამინისტროში დანერგილი მექანიზმი, სადაც მოხდებოდა ასეთი ინფორმაციის წარმოება.
63 მუნიციპალიტეტიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია აუდიტის კითხვების შესასწავლად ინფრასტრუქტურის არსებობის და ხელმისაწვდომობის გასაანალიზებლად ფიქსირდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გარკვეული გამოწვევები სხვადასხვა მუნიციპალიტეტის და რეგიონის მასშტაბით კერძოდ რომ განვიხილოთ კალათბურთის და ფეხბურთის მიხედვით ცალ-ცალკე 63 მუნიციპალიტეტიდან ინფრასტრუქტურა მუნიციპალიტეტებისვე შეფასებით და განმარტებით ისეთი ინფრასტრუქტურა რომელიც შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო მოცემული მიზნებისთვის 58 მუნიციპალიტეტში ფეხბურთის ხოლო კალათბურთის შემთხვევაში 35 მუნიციპალიტეტში ფიქსირდებოდა შესაბამისად არ იყო ხელმისაწვდომი მსგავსი ინფრასტრუქტურა ფეხბურთის შემთხვევაში 5 ხოლო კალათბურთის შემთხვევაში 28 მუნიციპალიტეტში და დაახლოებით მოთხოვნაც რომ წარმოვიდგინოთ შეუდარეთ 6-18 წლის ასაკის მოზარდების და ბავშვების რაოდენობას მოცემულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრების და იმ 5 მუნიციპალიტეტში სადაც პროფესიული ფეხბურთის მიმართულებით არ ფიქსირდებოდა ინფრასტრუქტურა ფუნქციონირებდა ფეხბურთის წრე სადაც მოსარგებლეების ჯამური რაოდენობა დაახლოებით 470 ბავშვი ადგენდა და მათი განმარტებით სარგებლობდნენ სხვადასხვა მასობრივი სპორტისთვის განკუთვნილი მოედნებით მაგალითად სკოლების საკუთრებაში არსებული მოედნებით რაც შეეხება კალათბურთს როგორც მოგახსენეთ 28 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა აღნიშნული გამოწვევა სადაც სახელმწიფო ინფრასტრუქტურა არ არსებობდა აქედან 15 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებდა კალათბურთის წრე სადაც 23 წლის მდგომარეობით რეგისტრირებული იყო ჯამში დაახლოებით 580 ბავშვამდე აქ ხაზს უსვამთ რომ ფიქსირდება ბავშვების მხრიდან მოთხოვნა. რაც შეეხება გეოგრაფიულ განაწილებას აღნიშნული ინფრასტრუქტურის 6-დან 18 წლამდე ასაკის მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებით გავაანალიზეთ ფარდობა. გარკვეული გამოწვევები თითქმის ყველა რეგიონში ფიქსირდება, თუმცა არსებობს უფრო მეტად საყურადღებო რეგიონები და მუნიციპალიტეტები, სადაც არ არის როგორც წარმოდგენილი ინფრასტრუქტურა ასევე საერთოდ სისტემურად თუ შევხედავთ არათანაბრადაა გადანაწილებული მოსახლეობასთან მიმართებით კალათბურთის დარბაზების და ფეხბურთის მოედნების რაოდენობა. კიდევ ერთი საკითხი ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით არის ფინანსური ხარდაჭერა სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ფარგლებში არაპირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია სახელმწიფო ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობა კლუბებისთვის. გავაანალიზეთ 2023 წლის მონაცემები ფეხბურთის და კალათბურთის მიმართულებით სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურის დატვირთვა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ეს არის 23 წლის მონაცემები და მომდევნო პერიოდში შესაძლოა იყოს გაუმჯობესებული სტატისტიკა. საერთო ჯამში 23 წლის მდგომარეობით კალათბურთის დარბაზები საშუალოდ დატვირთული იყო 40%-ით, ხოლო ფეხბურთის მოედნები 55%-ით, რაც იძლევა პროდუქტიულობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. მეორე მხრივ გამოვიკითხეთ კალათბურთის შემთხვევაში 41 კლუბი და ფეხბურთის შემთხვევაში 51 კლუბი რამდენად ხელმისაწვდომი იყო მათთვის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული ინფრასტრუქტურა 68 მათგანმა ისურვა ამ საკითხზე თავის პოზიციის დაფიქსირება და ორივე მიმართულების შემთხვევაში კლუბების დაახლოებით 30%-მა დააფიქსირა მოსაზრება რომ ნაკლებად არის ხელმისაწვდომი სახელმწიფო ინფრასტრუქტურა მათთვის დაწესებული ტარიფებიდან გამომდინარე. შემდეგ უკვე სატარიფო ანალიზით გამოიკვეთა, რომ არ არსებობს დანერგილი ერთიანი მიდგომა საშეღავათო ტარიფებთან დაკავშირებით, არ არის გაწერილი კრიტერიუმი, ვინ შეიძლება ექვემდებარებოდეს საშეღავათო ტარიფებს და დაახლოებით კლუბების მესამედი სარგებლობენ საშეღავათო ტარიფით, ხოლო დანარჩენი სტანდარტული ტარიფით. შესაბამისად, ჯამში შეფასება რომ გავაკეთოთ, არსებობს ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის და პროდუქტიულობის გაუმჯობესების პოტენციალი.
კიდევ ერთი მაგალითი ფინანსური მხარდაჭერის, ეს არის ფეხბურთის და კალათბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, რომლის მიზანია ქვეყანაში აღნიშნული მიმართულების განვითარება, რაც სხვა აქტივობებთან ერთად კლუბების ფუნქციონირებისთვის საჭირო საბაზისო ხარჯების დაფინანსებას ითვალისწინებს. ფეხბურთის შემთხვევაში 2016-22 წლები გვქონდა გაანალიზებული, სადაც ჯამში გახარჯული იყო დაახლოებით 154 მილიონი ლარი. ჯამში დაფინანსდა 80 გუნდი, ხოლო კალათბურთის შემთხვევაში 2018-22 წლებში ჯამურმა დაფინანსებამ შეადგინა დაახლოებით 19 მილიონი ლარი და დაფინანსდა 4 კლუბი. ამ შემთხვევაში ყურადსაღები მიმართულებები, რომლებიც საჭიროებდნენ გაუმჯობესებას, ორივე მიმართულებით ის იყო მონიტორინგის დამატებითი მექანიზმების შექმნა. კალათბურთის შემთხვევაში კალათბურთის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჭიროებდა მონიტორინგის მექანიზმების დანერგვას ფინანსური რესურსის ხარჯვის უზრუნველსაყოფად. ხოლო ფეხბურთის შემთხვევაში საბაზისო დაფინანსების კომპონენტის მიხედვით არ იყო შემუშავებული ერთგვაროვანი მიდგომა ლიგებს შორის, კერძოდ განსხვავებული დაფინანსების მოდელი ფუნქციონირებდა რეგიონალური ლიგის გუნდებისთვის. მოცემულ საკითხებზე გავეცით 4 რეკომენდაცია. 2 რეკომენდაცია გაცემულია სამინისტროს მისამართით. სპორტის ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადოდ დაგეგმვის მიზნით სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ფედერაციებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით დანერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაციის მიღებას მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან და საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ. მეორე რეკომენდაციაც სამინისტროს მისამართით გვაქვს გაცემული. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროდუქტიულად გამოყენების და ამავდროულად ინფრასტრუქტურაზე კლუბების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით შეიმუშაოს პოლიტიკა კლუბებისთვის სპორტული ობიექტებით სარგებლობის შესახებ. ორივე რეკომენდაციას აქვს მიმდინარე სტატუსი, სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილია სამოქმედო გეგმა. მესამე რეკომენდაცია გაცემული გვაქვს ფეხბურთის განვითარების ფონდზე. საფეხბურთო ლიგებისთვის თანაბარი მხარდამჭერი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით რეგიონალური ლიგასთან მიმართებით შეფასდეს საბაზისო დაფინანსების ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტების მიზანშეწონილობა. ამ შემთხვევაშიც ფეხბურთის განვითარების ფონდის მხრიდან გამოგზავნილია სამოქმედო გეგმა და მიმდინარეა რეკომენდაციის შესრულების სტატუსი. ამ ნაწილში ბოლო რეკომენდაცია გაცემული გვაქვს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მისამართით. საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად განკარგვის მიზნით დაინერგოს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საკალათბურთო კლუბებიდან მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებას კლუბების მიერ საბაზისო დაფინანსების ფარგლებში მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც რეკომენდაცია არის მიმდინარე და გადადგმული იყო გარკვეული ნაბიჯები მონიტორინგის მექანიზმების დასანერგად. მადლობა. მადლობა თქვენ. ანუ ამ 4 რეკომენდაციაზე ყველაზე მიმდინარეობს მუშაობა და რაიმე პრობლემა არ არის, ხო? კი ბატონო. კარგით. მოდით ახლა გადავიდეთ კონკრეტულად ამ საკითხებზე მოკლედ. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით კალათბურთიც, ფეხბურთიც და ჩვენი სიამაყე ეს ყველაფერი არ ვფიქრობთ რომ რაიმე სხვა რამე გვამოძრავებს. ერთადერთი რაც არის რომ უკეთესად იყოს გამართული, გაწმენდილი, ფინანსური და საერთოდ სამუშაო პროცესი. ამიტომ თუ რაიმე რეკომენდაცია არის გაცემული, გთხოვთ რომ შევასრულოთ რომ არავითარი პრობლემა არ იყოს არაფერში. ეხლა კონკრეტულად საქართველოს სპორტის სამინისტროზე არის 2 რეკომენდაცია გაცემული. ბატონი გიორგი ბოლოთაშვილი, თქვენ ბრძანდებით ხო? ბატონმა ირაკლი მითხრა რომ თქვენ იქნებით და გადაცემთ მე ხელმძღვანელობასაც რომ რაც აქ მოისმენთ და რასაც ნახავთ. ხო, ამ 2 რეკომენდაციაზე თქვენ მოსაზრება. მოგესალმებით. 2 რეკომენდაცია იყო ამ ეტაპზე გაცემული. პირველი რეკომენდაცია, რომელიც შეეხება ინფრასტრუქტურის ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფრასტრუქტურის
ასე ვთქვათ, ჩამონათვალი. სამინისტრო უკვე რამოდენიმე წელია ძველი სამინისტროს პირობებში დავიწყეთ და უბრალოდ ბოლომდე არ არის მიყვანილი, მაგრამ ახალი ხელმძღვანელობის პირობებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სამინისტრო დაამუშავებს ინტერაქტიულ რუკას და ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტებისგან გამოვითხოვთ ინფორმაციას და ინტერაქტიულ რუკაზე იქნება დატანილი ყველა სპორტული ობიექტი, რაც ქვეყნის მასშტაბით არსებობს თავისი მდგომარეობის მიხედვით, რომელი ობიექტი რა მდგომარეობაშია. ეს რაც შეეხება პირველ რეკომენდაციას, ხოლო მეორე რეკომენდაცია, რომელიც არის კლუბებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეს საკითხი ალბათ სამინისტროს კომპეტენციას ცოტა გაცდება, შეიძლება საჭირო იყოს ფინანსთა სამინისტროსთან ასე ვთქვათ კონსულტაცია, ტარიფი რომელიც დადგენილია დღეს არსებული წესით. ეს ტარიფი როგორ შეიძლება შეღავათის პირობებით ამა თუ იმ კერძო კლუბზე იქნეს გაცემული, ეს საკითხი ასე ვთქვათ მარტო სამინისტროს კომპეტენცია არ იქნება და ერთი წუთით ჩვენ აქ რატომ ვართ ციცი შეკრებილი? ჩვენ ვართ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი. იმიტომ მინდოდა ბატონო ირაკლი ყოფილიყო. უბრალოდ მოულოდნელად მოხდა პარასკევს ოპერაციას უკეთებდა და სხვა მოადგილე არ ყოფილა მოძანებული. მინდა რომ გადაცეთ რომ თქვენ აწარმოებთ პოლიტიკას. ამიტომ ეგ საკითხი უნდა დაასვათ მთავრობაში და ჩვენ კომიტეტი ჩვენთან იხილება ბიუჯეტი და ჩვენ ხარჯს დაგიჭერთ. მთელი იდეა მაგ არის რომ თქვენ ახლა არის საუბრობთ არ როგორც თქვენი თანამდებობიდან, არამედ როგორც პოლიტიკური თანამდებობის ფირმა, რომელსაც ეგ საკითხი უნდა მოაგვაროთ. შეიძლება ერთ წელიწადს ვერ მოხდეს ამ ფინანსების ასე უცბად გადაწყვეტა, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ მაგ მიმართულებით, როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, იმიტომ რომ თქვენ რასაც ამბობთ, ეს მარტო ჩვენი არ არის, რომ ჩავთვალოთ, რომ ეგ რეკომენდაცია არ შესრულდება, მაშინ უნდა ველოდოთ რაღაც არაფერ დააყენეთ ეგ საკითხი მთავრობაზე და ჩვენ ხარჯს დაგიჭერთ. ეს მინუტები. შეკითხვა ბატონ ვიქტორს და შემდეგ ბატონ ლეონს. გნებავთ თქვენ თქვენ. ერთი შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება ეს რუკა ძალიან საინტერესო რაღაცა ახსენეთ, თქვენ სადაც დატანილი იქნება უკვე მთლიანად საქართველოს მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით, ხო? დაახლოებით როდისთვის ფიქრობთ, რომ ეგ რუკა იქნება გამზადებული? რუკის რაღაცა ნაწილი სამუშაო ვერსია უკვე გაკეთებულია, უბრალოდ ტექნიკურად რთული არის ეს ყველაფერი, ანუ რაღაც პერიოდი, ასე ვთქვათ, წყვეტა იყო ძველი სამინისტროს პირობებში და ეხლანდელ დღევანდელობასთან და დაგეგმილია, რომ ყველა მუნიციპალიტეტს სათითაოდ წერილები დაუგზავნონ, მიიღონ ინფორმაციები და მერე ტექნიკურად აისახოს ამ რუკაზე და ზუსტად დაახლოებით წელიწადზე ნაკლები დროში ვერ მოესწრება ალბათ ეს. მოგესალმებით, მადლობა. მეორე შეკითხვა აქვს, მე მგონი ადრესატი უფრო პირველ შემთხვევაში სამინისტრო იქნება, სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადო დაგეგმის მიზნით არის პირველი რეკომენდაცია გაცემული. ეს მოიცავს გასაგებია რომ თქვა ეს რუკა იქნება შექმნილი და ასე შემდეგ. უბრალოდ მე კითხვა მაქვს თვითონ ინფრასტრუქტურის არსებობასთან დაკავშირებით, როგორც აუდიტის დასკვნაში იყო ნათქვამი, რომ ძალიან დიდი არის სხვაობა ფეხბურთის ინფრასტრუქტურის არსებობასა და კალათბურთის შორის ძალიან დიდი სხვაობა იყო და ამ მიმართულებით თუ არის ეს რეკომენდაცია, ალბათ აუდიტისადაც მინდა ეს კითხვა თუ დამიდასტურებთ, რომ ეს მოიცავს თუ არა ჩემი შეკითხვა აი ამ რეკომენდაციას, ეგ ერთი და მეორე კალათბურთის ნაწილში არის აგი ბატონო შემდეგს. მადლობა. მოგესალმებით ყველას. ერთი დეტალის დაზუსტება მინდა, აი რუკა რო გაკეთდება, მაგაში შედის თუ არა მინი სტადიონები. აი ფეხბურთის ნაწილში და თუ შევა მინი სტადიონები, ამაზე ხო არ შედგება რამე სამოქმედო გეგმა შემდგომში რეაბილიტაციის, ვინაიდან ჩვენ ახლა რამდენიმე ფონდი გაგვაჩნია ინფრასტრუქტურის სამუშაოების, რაშიც უკვე მნიშვნელოვან წილს იკავებს უკვე ეს მინი სტადიონების რეაბილიტაცია და ხო არ ჯობია რომ ცალკე რაღაცა პროგრამა ამ ფონდი შეიქმნას სწორედ ამისთვის, ვინაიდან მუნიციპალიტეტს დღის წესრიგში უდგას უამრავი სხვა სოციალური პრობლემები, იგივე ინფრასტრუქტურის ნაწილში, სოციალური ინფრასტრუქტურის ნაწილში და ხო არ იქნებოდა რომ პროფილურად ცალკე გამოგვეყო ვიცი რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელშიც უკვე დომიწვილი უკავია მინი სტადიონების და სავარჯიშო სტადიონების რეაბილიტაციას. ხო არ გაქვთ გეგმაში მომავალში რომ ცალკე იყოს და ცალკე არსებობდეს ამისთვის ფონდი, ვინაიდან
რა თქმა უნდა, ეხა სპორტი და მით უმეტეს ფეხბურთი და კალათბურთი იმ ხელა მიღწევების მიმართულებაა, საჭიროებს კონი ალბათ ცალკე არსებობდა სამისთვის ფონდები. მადლობა. ქალბატონო ივანე თქვენ. ჩაინიშნეთ ეგ საკითხი. მოგესალმებით. დიდი მადლობა, ბატონო თავმჯდომარე. ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო თემაა გამოტანილი და დიდი მადლობა აუდიტს ყოველთვის ისეთ თემებს ვიხილავთ, რომელიც აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისათვის. მე მეკდება თქვენთან ერთი შეკითხვა. თქვენ აქ მიმოხილვით ნაწილში ნათქვამი გაქვთ, რომ 40 სპორტული ობიექტიდან 46 დარბაზი არსებობს, ხოლო კალათბურთის შემთხვევაში 28 მუნიციპალიტეტს საერთოდ არ აქვს არც მზაობა, არც დამოკიდებულება და არც დარბაზი არ არსებობს. შეკითხვა არის ასეთი ტიპის. ამ მუნიციპალიტეტებიდან იყო სურვილი თუ სურვილიც არ იყო, არსებობს მწვრთნელები, არსებობს შესაბამისი საბაზისო გუნდები. თუ საერთოდ არ აქვთ ინტერესი, რომ ამ კუთხით მიმართულების კუთხით ეს ახალგაზრდები ჩვენ გავზარდოთ. ისა მე მგონი აუდიტმა მაგაზე კითხვა გაცა პასუხი თავიდანვე, მაგრამ კაი მეორე დავაბრძან. პირველ რიგში ბატონი ვიქტორის კითხვას უპასუხებ. დიახ, გიდასტურებთ, რომ ჯამში 102 სპორტული ობიექტი, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, ფიქსირდებოდა ფეხბურთის მიმართულებით, კალათბურთის მიმართულებით იყო მხოლოდ 40 ობიექტი, რაც შეეხება ჩვენს რეკომენდაციას. ჩვენი რეკომენდაცია მიმართულია იქითკენ, რომ პირველ რიგში განისაზღვროს პოლიტიკა მიმართულებით, სპორტულ პოლიტიკას გულისხმობთ, რომ სამინისტრო განსაზღვროს არსებული საჭიროება და მოთხოვნა. ჩვენ შესაბამისი სტატისტიკაც გვაქვს წარმოდგენილი ჩვენს ანგარიში, რომ რა შეიძლება იყოს პოტენციური მოთხოვნა აღნიშნული მიმართულებით 6-18 წლის ასაკის ბავშვების და მოზარდების ფარდობასთან მიმართებით, რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნას კალათბურთზე და ფეხბურთზე. ამას მოწმობს აღნიშნული სტატისტიკაც, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, მაგალითად 28 მუნიციპალიტეტში, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა წარმოდგენილი, 15 მათგანში და თქვენ შეკითხვასაც ამით დავფარავთ, 15 მათგანში ფუნქციონირებს კალათბურთის სექცია, იმის მიუხედავად, რომ არ არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა და 579 მოზარდი დარეგისტრირებულია. შემდეგ უკვე მათივე განმარტებით ვერ იყენებენ ბუნებრივია პროფესიულად სპორტულ ინფრასტრუქტურას, თუმცა სხვადასხვა მასობრივი სპორტისთვის განკუთვნილი მოედნებით სარგებლობენ, პირობითად აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არსებული საჯარო სკოლების მფლობელობაში, კუთვნილებაში არსებულ დარბაზებს და ასე შემდეგ იყენებენ. აქ ამით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნა არსებობს, თუმცა არ არის საკმარისი რაოდენობის ინფრასტრუქტურა. ბატონო გიორგი, თქვენზე რაც იყო კითხვა. ბატონო, მინი სტადიონები აისახება ამ რუკაზე, უბრალოდ ამ მინი სტადიონების რეაბილიტაცია ამ წუთას არ არის დაგეგმილი. ეს სტადიონები არც სამინისტროს ბალანსზე იყოფება, ყველა მათგანი მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და მათი რეაბილიტაცია თუ რამე სხვანაირად დაიგეგმება და სამინისტროს გასარემონტებელი იქნება, ეს ჯერჯერობით ნამდვილად არ არის დაგეგმილი. ჩვენ ახლა ამ წუთას ვცდილობთ უბრალოდ შევაგროვოთ ინფორმაცია ქვეყნის მასშტაბით არსებული ინფრასტრუქტურის. კარგი. ფეხბურთის ფედერაცია, ესე იგი ჩვენ რომ იცოდეთ ბატონო გიორგი, ეხლა ამ განხილვის შემდეგ ჩვენ გამოგიგზავნით ამ რეკომენდაციებს, თუ ყველგან თანხმობა იქნება და სამთვეში უნდა მოგვივიდეს პასუხი, სადაც დრო იქნება გაწერილი. ბატონ ლევანს, როცა იკითხა რომ როდის იქნებაო და არ ვიცით დაახლოებით 1 წელია, იქ თხოვთ რომ იქ უნდა იყოს ყველაფერი გაწერილი, 1 წელი უნდა, 3 თვე უნდა თუ 6 თვე უნდა, რომ როდის და რა შესრულდება და თუ ვერ შესრულდება. მოდი ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას. კარგი, ფეხბურთის განვითარების ფონდზე იყო ერთი რეკომენდაცია, ბატონი გიორგი კალანდაძე. მოგესალმებით. აღნიშნული რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა რეგიონალ ლიგასთან მიმართებაში სახელმწიფო ვალდებულებების არ ქონდათ კლუბებს, არ ვავალდებულებდით, რომ ხელფასი მიეცათ. აღნიშნული რეკომენდაცია უკვე ჩვენ გავითვალისწინეთ მიმდინარე წლის ხელშეკრულებებში და როგორც ზედალიგებს აქვს, ასევე უკვე ამ რეგიონალურ ლიგასაც ვაძლევთ საშუალებას, რომ სახელმწიფო ფონდი ფეხბურთელებისთვის ქონდეთ. შესრულებული გვაქვს ეს ფაქტიურად. მადლობა. კალათბურთის ეროვნულ ფედერაციაზე არის ამ შემთხვევაში ერთი რეკომენდაცია ჯერჯერობით. ბატონო ვიქტორ ვინ გაცევს პასუხს? ბატონი დავითი, ვიცე-პრეზიდენტი ფედერაციის გასცემს პასუხს.
გამარჯობათ, მოგესალმებით, მადლობა დღევანდელი შეკრებისთვის. ეს რეკომენდაცია, ეს გაცემა რეალურად ჩვენ დაწყებული გვაქვს. ანუ ჩვენ როგორ გავაკეთეთ და რა ხდება პრაქტიკაში? პრაქტიკაში არის, რომ საბაზისო დაფინანსებას იღებენ კლუბები, მაგრამ არ ხდებოდა მონიტორინგის მექანიზმი არ იყო დანერგილი ფედერაციაში. ამის რისკი იყო, რომ მაგალითად კალაბურთის კლუბების შემთხვევაში დაფინანსება არის თუ არ ვცდები 550,000 ლარი და რისკი არის, რომ სიტყვაზე მე ვფლობ კალაბურთის გუნდს დაფინანსება 550,000 ლარი და შემიძლია აქედან მაგალითად X თანხა დამფუძნებლებმა და კლუბის მფლობელებმა წაიღონ სახლში, უხეშად რო ვთქვა და არ მოახმარონ კალათბურთს. ამის რისკი ჩვენ რო დავინახეთ 2024 წლის დასაწყისში, სულ სეზონი როცა დამთავრდა, ჩვენ ეს საკითხი გავიტანეთ გამგეობაზე და კლუბებს დადებულებას შევიტანეთ მუხლი, სადაც კლუბები ვალდებულები იყვნენ, რომ წარმოედგინათ წლის ბოლოს ფინანსური ანგარიშგება. ეგრეთ წოდებული cash flow თუ სად ხარჯებოდა ეს თანხები და ჩვენი გეგმა იყო, რომ ერთი წლის ფინანსური ანგარიში არ იქნებოდა ჩვენთვის საკმარისი, ამიტომ გვინდოდა 2 წელი. 2 წლის ანგარიშებს მე ამ ხარჯებს ჩვენ გავასაშუალოებდით და გამგეობაზე, ანუ 1 წელი მიღებული გვაქვს, სეზონი მთავრდება მაისის ბოლოს, ანუ ზაფხულში მივიღებთ უკვე 2 წლის მონაცემები გვექნება, ამას გავასაშუალოებთ და მე გამგეობაზე გავიტანთ საკითხს, რომ დაუწესოთ ზედა ზღვარი. აქ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავითვალისწინოთ სხვადასხვა ფედერაციების საუკეთესო პრაქტიკა თუ სხვა როგორ მოქმედებენ და საშუალო მონაცემებიდან გამომდინარე მოხდეს დაწესება ზედაზღვარის. მაგალითად, საბიუჯეტო დაფინანსების X%-ზე მეტი არ შეეძლოს კლუბებს გადაუხადოს დამფუძნებლებს, როგორც მაგალითად მენეჯმენტის ხელფასები. არ იყოს შეიძლება განვიხილოთ, რომ ხელფასების ზედაზღვარი დაუწესდეთ ლეგიონერებს და ასე შემდეგ. კონკრეტულად ამაზე ჩვენ ვფიქრობთ, კონკრეტული წინადადება გამგეობასთან გასატანა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ როცა 2 წლის მონაცემებს გავამზადებთ, შემდეგ მოხდება გამგეობაზე გატანა და დებულებაში ცვლილებების შეტანა. როცა დებულებაში ცვლილებები შევა, უკვე 25-26 წლის სეზონები ჩატარდება ამის მიხედვით და გვექნება მონიტორინგის საშუალება, რომ ეს ზედაზღვარები გავაკონტროლოთ და დარწმუნებული ვიყოთ, რომ სახელმწიფო დაფინანსება კლუბების მიმართ მიემართება კალათბურთში და არა მაგალითად კლუბების დამფუძნებლების ხელფასებზე არის გადანაწილებული. გნებავთ ბატონო. რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ეს რეკომენდაციაც გაცემული, მე უბრალოდ კითხვა მაქვს, აქ არის კალათბურთთან დაკავშირებით და ჩვენ ახლა ბატონმა დავითმა ახსნა თუ რა მექანიზმები გვაქვს, რომ გამგეობაზე აპირებს კალათბურთის ფედერაცია ამ საკითხის დარეგულირებას. და ზაკარგი იქნება თქვათ რეკომენდაციების გაზიარებაც, რადგან ფეხბურთის ფედერაცია არ არის მოხვედრილი ამ რეკომენდაციაში, როგორ სრულდება ეს ანალოგიური დაფინანსება არის, ხო? სახელმწიფოს მხრიდან ფონდის მეშვეობით ფინანსდება ამდენი კლუბები და ლიგები. როგორ ხდება ფეხბურთის ფედერაციის შემთხვევაში, რომ მოგვაწოდოთ ეს ინფორმაცია და ჩვენც შესაბამისად შეძლებს დაგვარად კალათბურთის ფედერაცია გაიზიარებდა ამ რეკომენდაციებს, რადგან არ არის მოხვედრილი რეკომენდაციაში, ესე იგი რაღაც კარგად სრულდება ფეხბურთის ფედერაციაში. მადლობა. თუ შეიძლება ამას დავამატებთ, იმიტომ რომ ეს მოთხოვნა კიდ ფეხბურთის შემთხვევაში, კიდ სხვა საკლუბო დაფინანსების შემთხვევაში, მაგალითად რაგბი და ასე შემდეგ გუნდური სპორტები ჩვენ დაგვეხმარება რა. ჩვენ თუ მაგალითად ვფიქრობთ, რომ მენეჯმენტზე არ უნდა იყოს სახელმწიფო დაფინანსების და მიღებული მაგალითად 5%, 10%-ზე მეტი, რასაც ჩვენ დაგვეხმარება ის სტატისტიკა, რომელსაც მივიღებთ ბოლო 2 სეზონიდან გამომდინარე, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება ფეხბურთის შემთხვევაში, სხვა გუნდური სპორტების შემთხვევაში, თუ როგორ ხდება სხვა ფედერაციების შემთხვევაში და საუკეთესო პრაქტიკას გლობალურად ესე უფრო ჩამოვაყალიბებდით და გავითვალისწინებდით სხვა მონაცემებსაც რა. მადლობა. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის? რაც შეეხება ეგ მე მგონი უფრო სამინისტროს შეიძლება რომ გააკეთოს, იმიტომ რომ თქვენ ფედერაცია ფეხბურთის როდის შეამოწმეთ? ალბათ ამ ბოლო დროს არ ყოფილა, ხო?
ფონდი გვაქვს დაფარული ამ აუდიტით, ანუ ზოგადად შეგვიძლია მექანიზმის დახასიათება, ვინაიდან შევისწავლეთ. მაშინ კი ბატონო, მოგაწოდეთ კი ბატონო. თუმცა ალბათ დეტალებს კარგი, კი ბატონო, ეგ შემდეგ კი ბატონო თუ არა და სამინისტროს თხოვთ და მათაც გქონიათ. უბრალოდ მათ აქვთ თავისი პერიოდი, ვინ როდის უნდა შეამოწმონ და თუ მოხდათ ამ ბოლო წლებში, რადგან აქვთ კი ბატონო. კი ბატონო, წევრეთის ფონდთან დაკავშირებით ფედერაცია არ ფინანსდება, ფედერაციის მიერ არ ფინანსდება კლუბები, ფინანსდება ჩვენს მიერ, ფონდის მიერ და შესაბამისად ეს ყველა კრიტერიუმი ჩვენ შემუშავებული გვაქვს. მარტივად გეტყვით, რომ მთლიანი რათახასაც ვაძლევთ 60%-ს ვაძლევთ ხელფასებისთვის, საიდანაც ამ 60%-ში 60%-ია უხეშად რომ ვთქვათ სპორტსმენებისთვის, პირდაპირ ფეხბურთელებისთვის, 20% სამწვრთნელო შტაბისთვის და 20% ადმინისტრირებისთვის. ოღონდ ადმინისტრირებაში ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას, რომ ფლობელმა გაიტანოს ფული. ეს არის შიგნით უკვე იქ დირექტორი ეყოლება დანიშნული ბუღალტერი, ფინანსისტი თუ ჩვეულებრივი ნებისმიერი თანამშრომელი ამისთვის განკუთვნილია ეს თანხა. მადლობა, უფრო სიღრმისეულად ალბათ აქ არ გამოეგს. ეგ ჯობია მე ალბათ შემდეგ ვისაუბროთ აქ, ეს საინტერესო იყო კი ბატონო. ჩვენ თუ რამე შეგვიძლია მოგეხმარებით ყველანაირ კიდე სამინისტროდან, კიდე რომ ინფორმაცია მოვიძიოთ. თავარია რომ ზაობა არის რომ ეს საკითხი გადაწეს. და ჩვენ რომ შეიძლება ცალკე შეხვედრა გთხოვოთ მაგასთან რომ უფრო დეტალურად გავიაროთ როგორი გამოცდილებით ცხოვრობდნენ აქამდე. მადლობა. მადლობთ. შეკითხვები თუ არ არის გავაგრძელოთ შემდეგი რეკომენდაციები. შემდეგი ნაწილი შეეხება სპორტული განათლების და განვითარების სისტემას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სპორტის განვითარებისთვის. აღნიშნული საკითხები ფეხბურთის და კალათბურთის მიმართულებით დანერგილია გარკვეული მექანიზმები და მიმდინარეობს განხორციელებულია და გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები აღნიშნული მიმართულებით. ჩვენს მიერ შეფასებული საკითხი ძირითადად შეეხებოდა მონიტორინგის და უკავშირის მექანიზმების დანერგვას, ასევე შერჩევის კრიტერიუმების განსაზღვრა სასწავლო პროგრამების ფარგლებში, ფეხბურთის ნაწილში, ხოლო კალათბურთის ნაწილში ძირითადი საკითხები შეეხებოდა მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების გაუმჯობესებას, მაგალითად აპლიკანტების შეფასების სისტემას, ლიცენზიის მოქმედების ვადას და ასე შემდეგ. რაც შეეხება შემდეგ საკითხს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ამ აუდიტის ფარგლებში იყო დაფარული, ეს არის სპორტული წრეების ხელმისაწვდომობა, არა მხოლოდ პროფესიული სპორტის თვალსაზრისით, არამედ მასობრივი სპორტის განვითარების კუთხითაც. მოგეხსენებათ, მასობრივი სპორტის განვითარება არა მხოლოდ მაღალი მიღწევების სპორტის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, არამედ ასევე სახელმწიფო ხარჯებს აზღვევს ისეთ ნაწილებში, როგორიც არის მაგალითად ჯანდაცვაზე გახარჯული სახელმწიფოს მხრიდან გრძელვადიან პერსპექტივაში ხარჯები. შევაფასეთ 63 მუნიციპალიტეტის ფარგლებში ფეხბურთის და კალათბურთის სექციების მოსარგებლეთა რაოდენობა და შევადარეთ 6-დან 18 წლის ასაკის მოზარდების და ბავშვების რაოდენობრივ მაჩვენებელს ამ აღნიშნულ წრეებზე რეგისტრაციასთან მიმართებით. ნუ რა თქმა უნდა დაშვება გავაკეთეთ, რომ რაც არ არის რა თქმა უნდა ზუსტი დაშვება, რომ პოტენციურად რამდენი 6-დან 18 წლის ასაკის ბავშვიც არის მუნიციპალიტეტში და ცხოვრობს, ყველა ვერ დაინტერესდება ფეხბურთით ან კალათბურთით, მაგრამ ზოგადად რომ სურათისთვის შეგვეხედა, გავაკეთეთ ასეთი ფარდობა. მოცემულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბავშვების დაახლოებით 2% იყო მხოლოდ და მხოლოდ ჩართული მუნიციპალიტეტების მიერ შეთავაზებულ წრეებზე, ხოლო კალათბურთის შემთხვევაში 0.6%-ზე, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. შემდეგ უკვე მიზეზების კვლევის თვალსაზრისით ვეცადეთ, რომ გვეპოვა გამომწვევი მიზეზები, რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი დაბალი მაჩვენებელი. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სპორტული წრეები ფინანსურად ხელმისაწვდომია და თითქმის ყველა არის უფასო. შემდეგი საკითხი, რომელიც აუდიტორული პროცედურებით დავტესტეთ, ასე ვთქვათ, იყო სპორტულ წრეებთან რეგისტრაციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ბარიერები, სადაც არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა ადმინისტრაციული ბარიერი. ეს ორი კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო სერვისის ხელმისაწვდომობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ორივე მათგანი დაკმაყოფილებული იყო. თუმცა მაინც დაბალი მაჩვენებელი რადგან გვქონდა, ჩავატარეთ მშობლების გამოკითხვა, სადაც
სადაც დაახლოებით 200-მდე მშობელმა ისურვა აღნიშნულ საკითხზე საუბარი. უმეტესობა მათგანმა განგვიცხადა, რომ არ იყვნენ ინფორმირებული ასეთი სპორტული წრეების არსებობის შესახებ, რომ მუნიციპალიტეტები მათ უფასოდ სთავაზობდნენ. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა, ასეთი და მიზეზი, ასეთი დაბალი ჩართულობის სწორედ ეს იყო, რომ მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უფასოდ შეეძლოთ ამ სერვისის მიღება. მეორე საკითხი, უკვე იმ ნაწილში, ვინც იცოდა აღნიშნული წრეების შესახებ, არც ერთ მათგანს არ დაუფიქსირებია, რომ არ აქვთ სურვილი ჩართული იყოს მათი შვილი ფეხბურთის ან კალათბურთის მიმართულებით და თითქმის ყველა მათგანმა დაგვისახელა გეოგრაფიული სიშორე, ვინაიდან მუნიციპალიტეტშია მხოლოდ წარმოდგენილი აღნიშნული წრე და დაშორებული სოფლებიდან რთულია ფიზიკურად ხელმისაწვდომი არ არის აღნიშნული მუნიციპალიტეტი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო პრაქტიკას, რასაც გავეცანით, კარგი პრაქტიკის მაგალითიც სწორედ ეს იყო, რომ მუნიციპალურ დონეზე უნდა არსებობდეს აღნიშნული წრე ფეხბურთის, კალათბურთის თუ სხვა სპორტის მიმართულებით და თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ გვხდებოდა ყველა სოფელში. ამ შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყო ტრანსპორტის მომსახურებით ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ორი ძირითადი საკითხია და კიდევ ერთი საკითხი, რომელიც უკვე აღნიშნეთ წინა სლაიდებზე, იყო ის, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში უბრალოდ არ ფუნქციონირებდა აღნიშნული მიმართულებით ფეხბურთის და კალათბურთის მიმართულებით კონკრეტული სექცია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად ხელმისაწვდომია და რეგისტრაციის ბარიერები არ არსებობს, გამოწვევად რჩებოდა ინფორმირებულობის და ტერიტორიული სიშორის ნაწილები. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საერთაშორისო კვლევების მიხედვით მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერისთვის მნიშვნელოვან კომპონენტად იყო წარმოდგენილი, ეს იყო ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე მაღალი მიღწევების სპორტის პოლიტიკის და სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება იყო ნიჭიერ ბავშვთა იდენტიფიცირების, ნიჭის განვითარების სისტემის შექმნა სამინისტროს დონეზე, სადაც ასევე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორები იყვნენ ბუნებრივია ფედერაციები და მუნიციპალიტეტები და იქმნებოდა ერთიანი სისტემა, რომელიც თანმიმდევრულად უზრუნველყოფდა ასეთი სპორტული შესაძლებლობების მქონე ბავშვების და მოზარდების მხარდაჭერას. აღსანიშნავია, რომ ფედერაციების მხრიდან ფედერაციები ჩართულები არიან აღნიშნულ პროექტში და ახორციელებენ კონკრეტულ აქტივობებს, თუმცა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ არის დაფარული და ინტეგრირებული აღნიშნული კომპონენტი და სამინისტროს ჩართულობა ამ მიმართულებით გამოიხატება მხოლოდ ინდივიდუალურ სპორტის სახეობებში ნიჭიერ ბავშვთა დაფინანსებით და არ არის გათვალისწინებული გუნდური სპორტის სახეობები. ჩვენი რეკომენდაციებიც გაცემული გვაქვს ამ საკითხებზე. ფეხბურთის განვითარების ფონდს და კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას სპორტული განათლების მიმართულებით გვაქვს რეკომენდაციები. პირველი ფეხბურთის განვითარების ფონდის შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ფარგლებში დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ მიღწეული შედეგების მონიტორინგს. წინა რეკომენდაციის მსგავსად აღნიშნული რეკომენდაციაც მიმდინარეა. დაგადადგმულია გარკვეული ნაბიჯები. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის შემთხვევაშიც სპორტული განათლების მიმართულებით არის გაცემული რეკომენდაცია. მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის ეფექტიანად დაგეგმვის სათანადო კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელების მომზადებისა და საიმედო შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით გაიწეროს ლიცენზირების სასწავლო პროგრამა ეტაპების მიხედვით და განისაზღვროს ლიცენზიის მოქმედების გონივრული ვადა, შემუშავდეს A კატეგორიის მწვრთნელთა ლიცენზიის სასწავლო პროგრამა, შეფასდეს სასწავლო მასალისა და სასწავლო საათების რელევანტურობა პროგრამის მიზნებთან მიმართებით და დაინერგოს სალიცენზიო ტესტირების ეფექტიანი მექანიზმი. აღნიშნული საკითხიც მიმდინარეა, გადადგმულია გარკვეული ნაბიჯები, რომელიც 2024 წლის ბოლოსთვის ჩვენთან წარმოდგენილიც იყო და შემდგომი ეტაპებიც 2025 წლის სამოქმედო გეგმაც გაწერილია. რაც შეეხება ბოლო ორ რეკომენდაციას, ორივე რეკომენდაცია გაცემულია სამინისტროს მისამართით და
ეხება ბავშვების და მოზარდების სპორტში ჩართულობის გაზრდას. სამინისტრომ სპორტში ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის შეთავაზებული სპორტული წრეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და ეროვნულ დონეზე სპორტის პრიორიტეტული მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით მოცემული მიმართულებებით შეიმუშაოს პოლიტიკა მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციისთვის და ბოლო რეკომენდაცია ასევე სამინისტროს მისამართით არის გაცემული ნიჭიერ სპორტსმენთა გამოვლენისა და განვითარების მიზნით სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით შეიმუშაოს ბავშვებში და მოზარდებში ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი მახასიათებლების მქონე სპორტსმენის აღმოჩენას, განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას. აღნიშნული რეკომენდაციის ფარგლებშიც ორივე რეკომენდაციაზე წარმოდგენილია სამოქმედო გეგმა და აქვს მიმდინარე სტატუსი. მადლობა. მადლობთ. კარგი, გადავით ბატონი გიორგი კალანდაძე. რეკომენდაციას მოგახსენებთ აღნიშნული რეკომენდაცია ჩვენ უკვე ფაქტიურად შევასრულეთ, იმიტომ რომ მიმდინარე წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებში განათლების კუთხით უკვე უკავშირსაც ვითხოვთ ვინ დაამთავრა და როგორ და შესაბამისად მონიტორინგი ბევრად მეტი იმით მიმდინარეობს. მადლობა. ბატონო დავით. დიახ, ეს მწვრთნელთა სერტიფიკატების პროგრამა ჩვენ შარშან გვინდოდა ამის დაწყება, მაგრამ ქონდა კომუნიკაცია FIBA-სთან, რომელმაც მოგვახსენეს, რომ მიდის განახლება ეგრეთ წოდებული სახელმძღვანელოსი და გვირჩიეს პაუზის აღება, რახან ამ განახლებული სახელმძღვანელოს შემდეგ მოხდეს ამის თარგმნა და პირდაპირ კოპირება და დანერგვა კალათბურთის ფედერაციაში, ასე რომ ეს FIBA-მ დაამთავრა დაახლოებით იანვარში, ჩვენ მოვიპოვეთ ეს მასალა, უკვე არის გადათარგმნილი და ზაფხულში დაინერგება, გაიწერება ის ვადები, რომელიც შემდეგ სეზონში A, B და C კატეგორიის ლიცენზირების როგორც ტესტირების მასალა, ისე მთლიანად მენუალი ითარგმნება და დაინერგება და გაიწერება, როდის უნდა ჩააბარებენ მწვრთნელები A, B და C კატეგორიის ლიცენზირებას. აგრეთვე აქ იყო ლაპარაკი ლიცენზირების ვადაზე, ამასთან დაკავშირებით ქონდა კომუნიკაცია FIBA-სთან, გვირჩიეს, რომ ვადა იყოს 3 წლიანი და ეს რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. და კიდევ ერთი არის, რომ საქართველოში აგვისტოში ტარდება 16 წლამდე ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში, სადაც პარალელურად იქნება მწვრთნელთა სემინარები და FIBA-ს მწვრთნელთა დეპარტამენტის ხელმძღვანელები ჩამოვლენ და საერთო გეგმა იქნება მათთან შემუშავებული და მათ მიერ საბოლოო რეკომენდაციები დამტკიცებული. ასე რომ ეს არის პროცესში და ეტაპობრივად შემდეგი სეზონის დასაწყისიდან დაიწყება და სეზონის ბოლომდე დამთავრდება. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის? შემდეგ საქართველოს სპორტის სამინისტროდან ბატონო გიორგი. ორივე რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმავს სამუშაო ჯგუფების ორგანიზებას მუნიციპალიტეტებთან, სპორტულ ფედერაციებთან, ვეტერან სპორტსმენებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად, რომ ერთად იქნეს შემუშავებული შესაბამისი პროექტი. მადლობა. მადლობთ, შეკითხვები ხომ არ არის? ესე იგი მოხარულე იმის რომ რეკომენდაციებს ეთანხმებით, ხანდახან არის ხოლმე რომ შეთანხმება ვერ ხერხდება და საათობით გრძელდება კამათი და ხანდახან გვჭება ხოლმე და სხვა დღისთვის გადაგვაქვს. ამიტომ მადლობელი ვარ ყველას, იმედია რომ რაზეც შევთანხმდით, რომ ეს რეკომენდაციები დაისახა შესრულდება და წარმატებას გისურვებთ. დიდი მადლობა. ჩვენიდან წერილები მოვადა, გთხოვთ რომ პასუხები გაგვეცით ამ თემასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. გადავდივართ მეორე საკითხზე. ეს არის ეროვნული ბანკის ანგარიში. და თუ სურვილი გაქვთ დარჩით ვარა და თავისუფალი ძანდებთ. საქართველოს ეროვნული ბანკის 22-23 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. 1 წუთი და 1 წუთში დავიწყოთ.
ხალბატონო სოფიო მოხსენებელი პრეზენტაციას წარმოგიდგენთ გიორგი კეკელიშვილი, საერთო დანიშნულების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აქვე აღნიშნავ, რომ პრაქტიკულად ჩვენ ერთი რეკომენდაცია გვაქვს გაცემული, ამიტომ ძალიან მოკლე პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ამ შედეგებთან დაკავშირებით. მოგესალმებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-23 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი. მოკლედ მიმოვიხილავთ ეროვნული ბანკის ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებს და ბიუჯეტს. ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ბანკის საბჭო. საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. საბჭო განიხილავს და ამტკიცებს ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების შესახებ ხარჯებს მუხლობრივ ჭრილში. ეროვნული ბანკი ეკონომიკურად დამოუკიდებელია და ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საკუთარი სახსრებით. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია 22-23 წლებში ფაქტობრივად გაწეული ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯები. სათითაოდ აღარ ჩამოვთვლი ხარჯებს, გადავალ შემდეგ სლაიდზე. ერთ-ერთი მიგნება უკავშირდებოდა ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ხარვეზებს. 2022-2023 წლებში ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებდა შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენისას ეროვნული ბანკი ძირითადად ხელმძღვანელობდა ბაზრის კვლევისას წარმოდგენილი უმცირესი ფასით. მიუხედავად ამისა, რიგ შემთხვევებში ტენდერებში დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი კლება. კერძოდ 2022-2023 წლებში 160 ტენდერიდან 38 შემთხვევაში შესყიდვის ღირებულება 20%-ით შემცირდა, 20% და მეტით შემცირდა. მიღებულმა სხვაობამ სახელშეკრულებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებებს შორის 1,138,000 ლარი შეადგინა. 2022-2023 წლებში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა პოტენციურ მიმწოდებელთა გამოკითხვის შედეგად მიღებული ორი შემოთავაზების საშუალო ართმეტიკული ფასი. ორივე ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა და გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ბაზრის კვლევისას ეროვნულ ბანკს შესთავაზა უმცირესი ფასი. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ ბანკს არ დაურღვევია შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები, ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკს შეეძლო მომსახურება შეეძინა 20,000 ლარით ნაკლები ღირებულებით. აღნიშნულ საკითხებზე რეკომენდაციები არ გაგვიცია, რადგან ერთჯერადი ხასიათი ჰქონდა. გადავალ შემდეგ საკითხზე. შემდეგი საკითხი ეხება ეროვნული ბანკის თანამშრომელთა წახალისების წესს. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განსაზღვრავს ბანკის თანამშრომელთა წახალისების და პრემირების წესს. აღნიშნული წესის თანახმად შეფასების შედეგებთან დაკავშირებული პრემირების გარდა შესაძლებელი იყო წელიწადში ორჯერ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით დამატებითი პრემიის გაცემა თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების არაუმეტეს ერთმაგი ოდენობისა. 2023 წლის აგვისტოს და დეკემბერში ეროვნული ბანკის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად ეროვნული ბანკის აპარატში საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება და ცნება შრომის ანაზღაურება, რომელიც ასევე მოიცავს ეროვნული ბანკის თანამშრომელთა პრემიას, განიმარტება საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად. ეროვნული ბანკის უფლებამოსილება განსაზღვროს თანამშრომელთა წახალისების წესი გულისხმობს ამ ინსტიტუციის შესაძლებლობას შეცვალოს საკუთარ სპეციფიკის გათვალისწინებით და ადგინოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული წახალისების წესი. თუმცა ფულადი ჯილდოს მიცემა, პრემირება მოხელის საქმიანობის შეფასების შედეგებს უნდა უკავშირდებოდეს და იზომებოდეს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების ბანკის მიერ დადგენილი წესი არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან. აღნიშნულ მიგნებასთან დაკავშირებით გავეცით ერთი რეკომენდაცია.
ეროვნული ბანკის მოსამსახურეთა წახალისების წესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით ეროვნულმა ბანკმა შეიმუშაოს შესაფერისი ნორმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ერთიან პრინციპებთან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე ეროვნული ბანკისგან გადმოგზავნილია უკვე წესში ცვლილებები და აუდიტის სამსახური დაეთანხმა რეკომენდაციის შესრულებას. მადლობა. მადლობთ. ზოგადად ეროვნული ბანკი მოწესრიგებულია ამ ხრივ, თან მას ამოწმებს დიდი 4-ულიდან ერთ-ერთი აუდიტორული კომპანია, მაგრამ კარგია რომ თქვენი სამსახურიც ამას აკეთებს და თუ რამე იქნება ასეთი მიგნებები, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ყველაფერი იყოს მაღალ დონეზე, როგორც ეკოდრება ეროვნულ ბანკს. ეხლა ბატონ ბექას ვთხოვთ, რომ ამ რეკომენდაციასთან დაკავშირებით ვითხრას. რეკომენდაციასთან მოგესალმებით. პირველ რიგში რეკომენდაციასთან დაკავშირებით უკვე ამოქმედებულია შესაბამისი ცვლილებები, გავითვალისწინეთ აუდიტის რეკომენდაცია და მოსული ვართ შესაბამისობაში. აქამდეც ან ჩვენი კანონმდებლობით ორგანული კანონით ქონდა საშუალება რომ განსხვავებულად დაგვერეგულირებინა და მოგვეწესრიგებინა ეს საკითხი, მაგრამ რადგან აუდიტის სამსახურმა გაგვიწია რეკომენდაცია, ეს რეკომენდაცია სრულად იქნა ასახული. შეკითხვა ხომ არ არის? კარგი, მაშინ ეს ერთი რეკომენდაცია იყო მარტო და ამით ამოწურულია. დიდი მადლობა აუდიტის ჯგუფის წევრებმა დახურული.